creer que su vuelta a la élite estaba encarrilada. Con el gol, brotan las primeras lágrimas. Saben que por fin, aquel gigante dormido despierta de su letargo de 8 años. La Coruña Deportivo დაუბრუნდა ესპანური ფეხბურთის ელიტას. ანუ ლა ლიგაში დაბრუნდა ეს გუნდი, რამაც საკმაოდ გამახარა და გადამაწყვეტინა, რომ ერთი ვიდეო იმეცნა დეპორტივოსთვის. მე გიორგი პავლიაშვილი ვარ, ფეხბურთის კომენტატორი, ყოფილი, შეიძლება ეგრეც ითქვას, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის აღარ ვარ ჟურნალისტი. და ვფიქრობ, რომ საინტერესო ვიდეო ელოდება იმ შემადგენლებს, ვისაც არ ახსოვს 90-იანი წლების ფეხბურთი და საერთოდ არ იცის დეპორტივო რას წარმოადგენდა, ვისაც ახსოვს მათაც, იმიტომ რომ მეც რაღაცები მახსოვდა, რაღაცები არა, მე რაღაც ნახე, გადავიკითხე და ჩავთვალე, რომ საკმაოდ საინტერესოა ამ გუნდის ისტორია, რომელიც იწყება 120 წლის წინ დაახლოებით ქალაქ კორუნიაში, გალისიის რეგიონში. გალისიის რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დიდებული მხარე ესპანეთში. მაგრამ ამ კლუბს არანაირი წარმატებებისთვის არასდროს არ მიუღწევია, იყო ერთი ზედმეტად ჩვეულებრივი გუნდი, მაგრამ სანამ არ დადგა 1990 წელი, 90-იანი წლები ეს უფრო ზუსტი იქნება, რომ ვთქვათ. და უფრო კონკრეტულად 1998 წელი, როცა გუნდის პრეზიდენტად ირჩევენ აუგუსტო ცეზარ ლენდოიროს, ეგეთ პიროვნებას, ადგილობრივს, კორუნიაში დაბადებულ გაზრდილს, ბიზნესმენს, მაგრამ ეს არ არის შემთხვევა, როცა ვიღაც მილიარდერი ბიზნესმენი მოდის გუნდში და იმხელა ფინანსებს დებს, რომ მე იგებენ ყველაფერს, ან მოყავს ყველა ვინც უნდა და იგებენ ტიტულებს. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევა, ბიზნესმენი იყო, მაგრამ არც ეგეთი მდიდარი, უბრალოდ ძალიან კარგი მმართველი და მენეჯერი გამოდგა ეს ლენდოირო. იყო თავადაც დეპორტივოს დიდი გულშემატკივარი. მაშინ დეპორტივოს მთავარი პრობლემა იყო ფინანსები. გუნდს საკმაოდ დიდი დავალიანებები ჰქონდა. 90-იან წლებამდე ზედიზედ 18 წლის განმავლობაში დეპორტივო ლა ლიგაში არ თამაშობდა, იყო ქვედა დივიზიონებში. ლენდოიროს მოსვლასთან ერთად დეპორტივომ მოახერხა და მოიპოვა ლა ლიგის საგზური, ამოვიდა უმაღლესში. და ეს კაცი მაშინ ამბობდა, რომ ფრთხილად იყოს მადრიდელი, ფრთხილად იყოს ბარსელონა, დეპორტივო მოდის. რა თქმა უნდა, თავს ესპანეთს ეცინებოდა მის ამ სიტყვებზე, იმიტომ რომ ის დეპორტივო მოდის გუნდი, რომელიც 18 წელი უმაღლესში არ ყოფილა. გუნდი, რომელსაც მაშინ დაახლოებით 90 წლიან ისტორიაში საერთოდ არაფერი არ მოეგო, ვისი უნდა შეშინებოდა დეპორტს, მაგრამ ლენდოიროს ჰქონდა თავისი გეგმები, თავისი მიზნები და როგორც ჩანს იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა. პირველი რაც გააკეთა ამ კაცმა, დააბრუნა გუნდის მთავარ მწვრთნელად არსენიო იგლესიასი, ეგეთი კაცი და დააბრუნა, იმიტომ რომ ეს იყო მეოთხე მისვლა დეპორტივოს მთავარ მწვრთნელად არსენიო იგლესიასის. გარდა მაგისა, ფინანსური პრობლემების ასე თუ ისე მოგვარების მერე შესაძლებელი გახდა ნორმალური, კარგი ფეხბურთელების დამატება და პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ორი ბრაზილიელი, მაურო სილვა და ლეგენდარული ბებეტო, რომელიც ვასკო და გამადან ჩამოიყვანეს და სულ მალე დგება უკვე 93-94 წლების სეზონი. 93 ეს ის წელია, როცა მე დავიბადე, შესაბამისად საერთოდ არ მახსოვს ყველაფერი მაშინ რა ხდებოდა, მაგრამ ნანახია წაკითხული მაქვს და მე მგონი ვისაც ნანახი არ აქვს საინტერესო იქნება მათთვის და ვისაც ნანახი აქვს კიდე რამე თუ შემეშალა მადლობელი ვიქნები თუ შემისწორებს, მაგრამ გასახსენებლად არ იქნება ცუდი ამბავი. 93-94 წლების სეზონი კონტროვერსიულია ძალიან დეპორტივოსთვის, იმიტომ რომ ეს არის გუნდის ისტორიაში საუკეთესო სეზონი, მაშინდელი ისტორიაში, რა თქმა უნდა, თორემ მე უკეთესი ყოფილა. და ამავდროულად ძალიან დიდი ტრაგედია და დრამაც გათამაშდა. ბოლო ტურამდე დეპორტივო ლიდერობდა ლა ლიგას და ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან. ბოლო ტურის წინ დეპორტივოს ჰქონდა 2 ქულით მეტი, ვიდრე უახლოეს მნევარ ბარსელონას. ერთადერთი რაც იყო საჭირო, რიასორზე დეპორტივოს საშინაო არენაზე მართებდა ვალენსიას დამარცხება, ვალენსიასი, რომელიც იმ მომენტისთვის სრულად უმოტივაცია იყო. და ყველა შემთხვევაში დეპორტივო გახდებოდა ესპანეთის ჩემპიონი. პარალელურად ბარსელონა ეთამაშებოდა სევილიას საკუთარ მოედანზე. პირველი ტაიმისგან მერე აგებდა კიდეც 2-1, მაგრამ მეორე ტაიმში ბარსამ ძალიან იოლად მოახერხა სევილიას დამარცხება 5-2. აი რიასორზე კი ნულოვანი ფრე იყო ბოლო წუთებამდე და აქ თამაშდება მთავარი დრამა, ყველაზე მტკივნეული მომენტი დეპორტივოს გულშემატკივრებისთვის. 92 წუთზე ვალენსიას კარის მიმართულებით ინიშნება 11-მეტრიანი დარტყმა. ამ მომენტისთვის მოედანზე არ არის დონატო, დეპორტივოს ლეგენდა მომავალში.
ფეხბურთელები შეცვალა ამ მწვრთნელმა და ის იყო შტატიანი პენალტისტი დეპორტივოსი. მეორე პენალტისტი, ვინც ასრულებდა ხოლმე 11 მეტრიანებს, იყო ბებეტო და ეს ლოგიკურია, გუნდის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშეც იყო ბებეტო. ის მოედანზეა და მესამე პენალტისტი იყო მიროსლავ ჯუკიჩი, იუგოსლავიელი მცველი. აქ ორი ვერსია არის, რატო არ დაარტყა ბებეტომ პენალტი. პირველი არის ის, რომ უბრალოდ შეეშინდა, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მაგიტო არ მივიდა ბურთთან. მეორე ვერსია არის ის, რომ რამდენიმე თურით ადრე ბებეტომ აცილა პენალტი გააფუჭა და ამის გამო აღარ მიუშვეს დასაქმნელად. ასე თუ ისე ამის განსხვავებული მნიშვნელობა აღარ აქვს. პენალტი შესრულებლად მივიდა მიროსლავ ჯუკიჩი. რომელმაც საშინლად დაარტყა ეს პენალტი, მრავალ პასუხისმგებლობა იკიდა მხრებზე, უბრალოდ ერთი დარტყმა, გოლი და დეპორტივო ხდებოდა ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად. მაგრამ ჯუკიჩმა ვერ გაიტანა, ვალენსიამ საერთოდ არაფერში არ ჭირდებოდა ისეთი გოლა წაიღო რიასორიდან, რეალურად ბარსელონა გახადა ვალენსიამ ჩემპიონი, ვალენსიას მეკარე, რომელმაც ეს დარტყმა აიღო, მაგრამ კი ხედავ ჯუკიჩმა ისე საშინლად შეასრულა ეს პენალტი, რომ რთული იყო მეკარეს არ აეღო. ამის მერე დეპორტივოს ბევრმა გულშემატკივარმა ალბათ იფიქრა, რომ დაამთავრდა ყველაფერი, ამდენ წლიან ისტორიაში ერთ-ერთხელ ქონდა ამის შანსი და მეტი აღარც გვექნება და რაღაც მსგავსი. ფსიქოლოგიურად გუნდისთვის ეს იყო დიდი დარტყმა, მაგრამ ლენდოირო სულ სხვანაირად ფიქრობდა. კიდევ უფრო კარგი ფეხბურთელები დაიმატა, კიდევ უფრო მეტი იმუშავა და უკვე შემდეგი სეზონი, ეს არის 94-95 წლების სეზონი. დეპორტივო ახერხებს ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვებას და ეს არის ესპანეთის სამეფო თასი. ესპანეთის ზოგადად კოპა დელ რეის საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გუნდები. დეპორტივომ საკმაოდ დამაჯერებლად იარა ფინალამდე ამ წელს, ფინალში დაუპირისპირდა ვალენსიას, თამაში 24 ივნისს 1995 წლის 24 ივნისს ბერნაბეუზე, მადრიდში. ერთ-ერთი იყო ანგარიში, როცა 79 წუთზე საშინელი უამინდობის ლიერი წვიმის გამო თამაში შეწყდა და გადაიდა. 3 დღის მერე გაგრძელდა ეს მატჩი, რა თქმა უნდა 79 წუთიდან და სულ რაღაც 2 წუთში გაგრძელებიდან დეპორტივომ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა და ისტორიაში პირველ ტიტულს დაეუფლა. ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება, როდესაც იმ პერიოდში დეპორტს მიუღწევია. ამ ყველაფერმა გუნდს შესაძლებლობა მისცა, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარებულიყო, კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოეზიდათ. ლენდოირო ახერხებს ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმებას Canal Plus-თან. დღესდღეობით იგივე Silks ეტარდას თუ სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, როცა ტრანსლაციების უფლებები აქვს ნაყიდი აქვს იგივე ჩემპიონთა ლიგისგან, ლა ლიგისგან, პრემიერ ლიგისგან და ასე შემდეგ. იმ პერიოდში არ ყოფილა ეგრე, იყო სხვანაირად, ტელევიზიები უშუალოდ გუნდებისგან, ინდივიდუალურად გუნდებისგან ყიდულობდნენ ხოლმე სატრანსლაციო უფლებებს. და ასე იყიდა Canal Plus-მაც ერთ-ერთ მოვალეობრივ კორპორაციამ ტელევიზიამ დეპორტივოსგან მატჩების ტრანსლირების უფლება 135 მილიონ ევროთ. წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო ეს მაშინ. 7 წელიწადზე გათვლილი, ანუ ერთ სეზონში არ იღებდა ამ 135 მილიონს დეპორტივო, მაგრამ 7 წელიწადზე საკმაოდ ბევრი იყო. დღეს კი იღებს, შეიძლება ხულიან ალვარესი მან რომელიღაც ეგეთი ფეხბურთელი 115 მილიონი, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან კარგ მოთამაშეს 10-12 მილიონად დაიმატებდი და 115 მილიონი სერიოზული თანხაა იმ პერიოდისთვის ყველა დამეთანხმება ამაში. ამ ყველაფერმა შესაძლებლობა მისცა ლენდოიროს, რომ სერიოზული ფეხბურთელები დაემატებინა და ამავდროულად თასის მოგების მერე არსენიო იგლესიასის ეპოქა სრულდება დეპორტივოში, ანუ მთავარი მწვრთნელის და ლენდოიროს მოყავს უელსელი ჯონ ტოშაკი, რომელმაც შემდეგში უკვე მადრიდის რეალშიც იმუშავა მთავარ მწვრთნელად. ტოშაკთან ერთად დეპორტივო ლა ლიგაში ძალიან ცუდად გამოვიდა, მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა 95-96 წლების სეზონში, სამაგერო წარმატებული გამოდგა ევროტურნირებზე დეპორის გამოსვლა, როგორც გითხარით. წინა სეზონში უნდა მოახერხა და მოიგო ესპანეთის სამეფო თასი და მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული თასების ფლობელთა თასი, ტურნირი, რომელიც ჩვენ გვაქვს მოგებული 91 წელს. და თასების ფლობელთა თასზე დეპორტივომ იარა ნახევარფინალამდე, ანუ პირველივე სეზონში ნახევარფინალში გავიდა, სადაც წააგო მომავალ ჩემპიონ პარი სენ-ჟერმენთან. ტოშაკის და დეპორის ურთიერთობა პრინციპში მალევე დასრულდა, მაგრამ მანამდე იყო კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი და პრინციპში 96-97 წლების სეზონი მაგითი უნდა აღნიშნოთ დეპორტივოსთვის, რომ პალმეირასიდან გადმოყავთ რივალდო, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. მომავალში მერე რის გამოც დავიწყე ბარსელონას გულშემატკივრობა. სწორედ დეპორტივო იყო რივალდოს პირველი ევროპული გუნდი.
და მასთან ერთად დეპორტივომ საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და იფრინა რივალდომ 21 გოლის გატანა მოახერხა ლა ლიგაში, ეგრევე დაიმსახურა ბარსელონას ყურადღება და ბარსელონამ ორმაგ ფასად წაიყვანა. დეპორმა 12 მილიონად იყიდა პალმეირასიდან რივალდო, 24 მილიონად გაყიდა დეპორტივომ ბარსელონაში უკვე ბრაზილიელი. სულ რაღაც ერთ სეზონში, ერთ წელიწადში გააორმაგეს რივალდოს სატრანსფერო თანხა. ამის მერე კი იწყება მთავარი ამბავი და გუნდის მთავარ მწვრთნელად ინიშნება ხავიერ ირურეტა, ნამდვილი ლეგენდა დეპორტივოსი. საინტერესოა, რომ ირურეტა დეპორტივოში მოდის ვიგოს სელტადან. და რატომაც მიხარია დეპორტივოს დაბრუნება ახლა ლა ლიგაში ერთ-ერთი ეგეც არის, რომ გალისიური დერბიც ბრუნდება. სელტა და დეპორტივო ორივე გალისიური გუნდია, ერთი ვიგო და მეორე კორუნიადან და არავის ნაკლები დერბი არ აქვს. სევილია ბეტისი იქნება თუ რომელიმე სხვა. სელტა დეპორტივოს შეხვედრები დრამატურგიით და დაძაბულობით და ერთმანეთის ზიზღით არც ერთ დერბის ესპანეთში არ ჩამოუვარდება. და სწორედ სელტადან გადავიდა ირურეტა დეპორტივოში და თავიდანვე ძალიან საინტერესოდ დაიწყო. საინტერესო იყო პირველ რიგში ის, რომ დეპორში უკვე ძალიან სერიოზული ფეხბურთელები მოდიან, ესეთი როგორიც არის ნაიბეტი, როგორიც არის ჯალმინია, რომელიც აუცილებლად აკეთებდა ბურთთან ერთად. აქ არის დონატო, რომელიც არაერთხელ ვახსენეთ. აქ არის ლიონელ სკალონი მაგალითად, არის ტენის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დღეს და მსოფლიოს ჩემპიონი როგორც მწვრთნელი. აქ არის ფრან გონსალესი, ფრანი ეს ის კაცია, რომელზეც როცა მიყვავდა ხოლმე ბარსელონას თამაშები, დადო ბაციკაძეს და სხვებს დადოს სხვებთან ერთად. ყველა დანახვაზე ნიკო გონსალესის ახსენებდა ხოლმე, რომ ნიკო არის ლეგენდარული ფრან გონსალესის შვილი. ეს ფრანი არ ვიცი ამდენად არის ისე ზოგადად ლეგენდარული, მაგრამ დეპორტივოსთვის ცალსახად ლეგენდარული ფეხბურთელია, დეპორის აზრბილია, კაპიტანია პერიოდში გუნდის და განსაკუთრებულად უყვართ დეპორტივოს გულშემატკივრებს ის. ამასობაში დგება 1999-2000 წლების სეზონი, დეპორტივოსთვის ისტორიაში საუკეთესო სეზონი, როცა გუნდმა პირველად მოახერხა ლა ლიგის მოგება. მოახერხა ძალიან დამაჯერებლად, მთელი სეზონი გაიარა დამაჯერებლად, როი მაკაი არის ამ პერიოდში გუნდში სხვათა შორის ახალი მოსული ასევე. მაკაი ახერხებს 22 გოლის გატანას საჩემპიონო სეზონში. რამდენად რთული იყო მაშინ ლა ლიგის მოგება, ამაზე მოწმობს ჩემპიონთა ლიგა იმავე სეზონის, რომელიც ზორის თვით უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არის სამი ესპანური გუნდი მაშინ. ერთ ნახევარფინალში მადრიდის რეალი ხვდება მიუნხენის ბაიერნს და ორი თამაში ამში უგებს დამატებით დროში ნიკოლა ანელკას გააქვს იქ გამარჯვების გოლი და გოლები. ანელკა მაშინ არის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, 35 მილიონი აქვს რეალს მასში გადახდილი. და აქეთ ნახევარფინალში არიან ბარსელონა და ვალენსია. საბოლოოდ ვალენსიამ ბარსელონა გააგდო და ფინალი რეალი ვალენსია, რომელიც 3-0 დასრულდა რეალის გამარჯვებით. და ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემპიონთა ლიგაზე, როცა ფინალში ერთი ქვეყნის ორმა წარმომადგენელმა ითამაშა. ანუ ეგეთი ამბავია ჩემპიონთა ლიგაზე, რეალი ბარსელონა ვალენსია წინავე, ნახევარფინალში ფინალში გადიან, ჩემპიონი ესპანური გუნდი ხდება. ამ დროს შიდა ასპარეზზე ვიღაც დეპორტივო შეგვიძლია ეგრეთ ვთქვათ. ახერხებს ჩემპიონატის მოგებას. თან ახერხებს საკმაოდ დამაჯერებლად 4 ქულით გაასწრო დეპორტივომ, სადაც 5 ქულით არა გადამწყვეტი მნიშვნელობა ბარსელონას და ვალენსიას, რომლებიც მეორე მესამე ადგილზე გავიდნენ. გაგიჟდა სიხარულით, რა თქმა უნდა, ნახევარი გალისია, მთელი კორუნია და ყველამ გააოცა იმ სეზონში დეპორტივომ. ამის შემდეგი სეზონიც გამორჩეულია დეპორისთვის 2000-2001 წლების სეზონი და ამ პერიოდში, ამ სეზონში, ამ საჩემპიონო სეზონის მე რეალურად დეპორტივოში მოდიან ფეხბურთელები, რომლებიც პირველ რიგში ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და ჩემი ასაკის გულშემატკივრებისთვის ალბათ პირველ რიგში ასოცირდებიან ირურეტას დეპორტივოსთან. გუნდში მოდის დიეგო ტრისტანი, რომელიც ხდება დეპორტივოს ლეგენდა მომავალში, გააქვს უამრავი გოლი. მოდის ვალტერ პანდიანი მაგალითად, ასევე ძალიან კარგი თავდამსხმელი, მოყავთ ის ურუგვაიდან, პენიაროლიდან. როგორც ხედავთ, დეპორტივოს სკაუტებიც საკმაოდ კარგად მუშაობენ, იმიტომ რომ იქ სამხრეთ ამერიკიდან ძალიან სერიოზული ფეხბურთელები ჩამოყავთ მოთამაშეები, რომლებიც მე ვარსკვლავებიც კი ხდებიან.
აქ მოდის ჯოან კაპდევილა მაგალითად მადრიდის ატლეტიკოდან მომავალში მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოდის, ასევე ატლეტიკოდან ვალერონი, რომელიც იმ პერიოდში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იყო. ანუ გამორჩეული მოთამაშეები კიდევ მოიგებულ ლუკე მაგალითად. გამორჩეული მოთამაშეები კიდევ ემატებიან დეპორტივოს და ძალიან სერიოზული გუნდი იქრება. პანდიანი, ტრისტანი, მაკაი, ეგეთი თავდამსხმელები, უკან ვალერონი, ფრანი, ლუკე, სერიოზული გუნდი იყო, აქ არის ნაიბეტი ასევე შესანიშნავი მცველი, მოკლედ შემადგენლობა არის ძალიან კარგი. და შემდეგ სეზონშიც ახერხებს დეპორტივო ტიტულის მოგებას და ეს ტიტული არის ისევ კოპა დელ რეი. აქაც არის დრამა და სერიოზული დრამა, ოღონდ არა ლაკორუნიელებისთვის, არამედ მადრიდელებისთვის 2001 წლების სეზონი არის მადრიდის რეალისტვის 100 წლის იუბილე, ანუ იმ სეზონში რეალი აღნიშნავდა დაარსებიდან 100 წლის თავს. ასევე კოპა დელ რეის, ანუ სამეფო თასის დაარსებიდან 100 წლის თავი იყო. ფინალი იმართებოდა მადრიდში, რა თქმა უნდა. და ყველა მთელი ესპანეთი იყო იმის მოლოდინში, რომ აი ამ 100 წლის იუბილეს მადრიდის რეალი აღნიშნავდა განსაკუთრებულად, მოიგებდა ტიტულს, მოიგებდა თასს და იქნებოდა კარგი აღნიშვნა, მაგრამ ჩავიდა ირურეტას დეპორტივო მადრიდში, 2-1 მოუგო და გააოქცა მთელი მადრიდი კი არა, მთელი მსოფლიო პრინციპში. არავინ არ ელოდა, რომ ან უკვე გალაქტიკოსლები იწყება, ძალიან ძლიერი რეალია იმ პერიოდში. მოუგო 2-1 და დაეუფლა ტიტულს, როგორია მადრიდის რეალი 100 წლის იუბილე, სამეფო თასი 100 წლის იუბილე, ბერნაბეუ გადაჭედილი მადრიდში და ჩადის დეპორტივო და იგებს სამეფო თასს. ეს სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ტრაგედიად ითვლება რეალისტვის დღემდე. ვერ მოუნილებიათ გუნდის ადგილობრივ შემადგენლებს ის, რომ აი ესეთ სიმბოლურ თარიღზე მოახერხეს ჭალებში და წააგეს დეპორტივოსთან ეგეთი მნიშვნელობის თამაში. 2000 ხო ამ პერიოდში პრინციპში ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს გუნდი, იმიტომ რომ ჩემპიონები გახდნენ და ამ დროს უკვე ჩემპიონების გარდა მეორე მესამე დოსნებიც გადიან და ზედიზედ 2-3 სეზონი დეპორტივო იყო ჩემპიონთა ლიგაზე და ცუდად არც ერთხელ არ გამოსულა. მაშინ ორი ჯგუფური ეტაპი იყო, ჯერ პირველი ჯგუფური ეტაპი, მერე მეორე ჯგუფური ეტაპი და ორჯერ მოახერხა ამ ორი ჯგუფური ეტაპის გადალახვა დეპორტივომ, ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა და ორივეჯერ ინგლისურ გუნდთან გავარდა, ერთხელ მანჩესტერ იუნაიტედთან, მეოთხედფინალში, ასევე მეოთხედფინალში ლიდსთან, ლიდსი საერთოდ კიდე ცალკე სასაუბრო თემა არის და აქ არ გავჩერდეთ და პრინციპში მივადგეთ უკვე კულმინაციას და გვირგვინს ამ დეპორტივოსი 2003-4 წლების სეზონს, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში მონაკოსთან აგებენ რიგით 3-ს და ეს შეხვედრა უკვე შეიძლება ბევრს ახსოვდეს. მიუხედავად ამისა ჯგუფიდან გადიან და ხვდებიან მერვე ფინალში იუვენტუსს, ორივე თამაშს და იუვენტუსი მაშინ არის ფინალისტი ჩემპიონთა ლიგის, წინა სეზონის ფინალი აქვს აგებული მილანთან. ორივე თამაშს იგებს დეპორტივო, პირველ შეხვედრაში ლუკემ გაიტანა ერთადერთი გოლი, მეორე შეხვედრაში ვალტერ პანდიანი არის გოლის ავტორი. 1-0 და გადიან მილანზე. ანუ ფინალისტი დაამარცხა დეპორტივომ, ხოლო მეოთხედფინალში შეხვდა მოქმედ ჩემპიონ მილანს, ვარსკვლავურ მილანს. და ყველაფერი ლოგიკურად წავიდა პირველ შეხვედრაში, პრინციპში სან-სიროზე, სადაც მილანმა მოახერხა და 4-1 მოუგო დეპორტივოს. აბსოლუტურად ყველას, რა თქმა უნდა, დეპორი ეგონა განწირული, გარდა ირურეტასი და გარდა იმ გულშემატკივრებისა, რომელიც რიასორზე მივიდნენ დეპორტივოს აგულშემატკივრად. გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა მილანის გარშე 3 უპასუხო გოლის გატანა. პირველ ტაიმში 3-0 იყო ანგარიში, მეორეში კიდე 1 გოლი დაამატეს, მოიგეს 4-0. ამ შეხვედრაში გაიტანის გოლები ვალერონმა, პანდიანი, ლუკე, ფრანი, ყველა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედი გახდა დეპორტივო, როგორია მილანთან 4-1 წაგების მერე მოიგო 4-0 და ახვიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. დეპორის მოგზაურობა აქ დასრულდა, გახსოვთ ალბათ ეგ სეზონი, პორტუ გახდა საბოლოო ჩემპიონი და დეპორტივომა სწორედ პორტუსთან წააგო ნახევარფინალი, ორ თამაშში გავიდა ერთადერთი გოლი, ისიც პენალტით, რომელიც თუ სწორად მახსოვს დერლეიმ გაიტანა და პორტუ საბოლოო ჩემპიონიც გახდა მაგ სეზონში. ამის მერე დეპორტივოს მზე ჩაესვენა, შეგვიძლია ვთქვათ, დასრულდა ეს საოცარი 12 დაახლოებით 12-14 წლიანი მოგზაურობა დეპორტივოსი. რა დროის განმავლობაში დეპორმა მოახერხა ორჯერ სამეფო თასის მოგება, ერთხელ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ ფაქტობრივად არაფერი დააკლდათ, ჰქონდა 100%-იანი შანსი მაშინაც.
სულ მალე მიდის გუნდიდან ხავიერ ირურეტაც და რამდენიმე წლის განმავლობაში დებორტივო საშუალო დონის გუნდად იქცა ლა ლიგის მასშტაბით და ყველაფერი მივიდა 2010-11 წლების სეზონში ლოგიკურ დასასრულამდე, როცა დებორტივო გავარდა ლა ლიგიდან. სულ მალე მიდის ლენდოიროს გუნდის პრეზიდენტი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საერთოდ აღარ ეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში და მან თქვა წასვლისას, რომ ჩემი მთავარი შეცდომა იყო რომ არ გავყიდე ფეხბურთელები და მქონდა ილუზია რომ კიდევ მოვიგებდით ტიტულებს. რეალურად დებორტივოში იმ დროს იმდენად მოთხოვნადი ფეხბურთელები იყვნენ, რომ ასე ყველა ალბათ არ უნდა გაეყიდა, მაგრამ რამდენიმე მათგანში საკმაოდ დიდი თანხის აღება შეეძლო ლენდოიროს და ეს თანხა დებორტივოს უშველი და რომ ისევ ფინანსურ კრიზისში არ აღმოჩენილიყო. რეალური მიზეზი დებორტივოს გავარდნის და კვლავ ამ აღზევებიდან დაცემის იყო ეგ, რომ კვლავ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა გუნდი. მერე ცოტა ხანში დებორტივო მოახერხა ისევ ლა ლიგაში დაბრუნება, მიმყავდა კიდეც აგონის თამაშები, მაშინ სილკზე ჰქონდა ლა ლიგა და მეც ვიყავი და მიმყავდა დებორტივოს თამაშები და მახსოვს რომ შემატკივრობდი, იმიტომ რომ არ მინდოდა კიდევ გავარდნილიყო. ლუკას პერესი ეგეთი ფეხბურთელი გამახსოვრებათ, რომელიც მე არსენალში გადავიდა. ამის ერთადერთი იყო, ვისაც გოლი გაქონდა მაშინ დებორტივოში. მაგრამ მხოლოდ ლუკას პერესის გოლები დებორს არ ეყო და 2018 წელს ისევ გავარდა სეგუნდა დივიზიონში. მერე ზედზედ 3 სეზონი გაატარა მესამე ლიგაში, სეგუნდაში ძალიან იყო დებორტივო. წინა სეზონში მოახერხეს სეგუნდაში დაბრუნება და დაბრუნებიდან პირველივე წელს საბედნიეროდ დებორტივო დაგვიბრუნდა ლა ლიგაში. სულ რა არაფერი, მაგიტომ მიხარია რომ სელტა დებორტივოს ნახავთ მეთქი წერანას თქვი და ისედაც იმ თაობის გულშემატკივრებისთვის, ვინც 90-იანებში ან 2000-იანებში დაიწყო ფეხბურთის ყურება, აგონია რომ ნოსტალგია ამ დებორტივოს მიმართ არ გქონდეთ ისევე როგორც მე მაქვს და მაგიტომაც გამიხარდა დებორტივოს დაბრუნება ლა ლიგაში. იმედი დავიტოვოთ, რომ ეგრე მალევე აღარ გავარდებიან როგორც სულ ამ ბოლო დროს და იქნებ ოდესღაც ლენდოიროსნაირი კაცი კიდევ მივიდეს დებორტივოში და ისევ შეიქმნას სუპერდებორს უწოდებდნენ 90-იანი წლების დებორტივოს და აბსოლუტურად დამსახურებულია ეს სახელი მათთვის. ხო, არ ვიცი, ნახოთ როგორი ვიდეო გამოვა, ეხლა მაყურებელს მიმართავ თუ ვინმე ნახავთ ამ ვიდეოს, არ ვიცი, თუ დავდებ ნახავთ ალბათ, მადლობელი ვიქნები თუ დაწერთ კომენტარებს, რა შემეშალა, რა არ თქვი სწორად, იმიტომ რომ ყველაფერი ნამდვილად არ მახსოვდა, 2000-იანებიდან მე უფრო დიეგო ტრისტანი, პადიანი, ვალერონი და ამ შემდეგ ხალხი მახსოვს მე როგორც მაყურებელს. მაგრამ კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ამ დღეებში იმას თუ რას აკეთებდა 90-იანებში დებორტივო, როგორ მიაღწია ამ ხელმოწარმოებებს და ჩემთვის საინტერესო იყო ნამდვილად მაგ პერიოდის გახსენება და იმედია თქვენთვისაც საინტერესო იქნება. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა მოსმენისთვის და რა ვიცი, თუ დაწერთ კომენტარებში შემდეგი რა შეიძლება ეგეთი ან თუნდაც სხვანაირი ვიდეოს გაკეთება, ასევე მადლობელი ვიქნები. ნამდვილად.